არსებობენ ჩემპიონები და არსებობენ ელიტარული ჩემპიონები. რომ გახდეს საუკეთესო, არ უნდა იქცეოდე როგორც ყველა. შენ ამისათვის შენი დროის 100% უნდა გასცე. ვარჯიში შენ ჩემპიონად არ გაქცევს, ჩემპიონად შენ გაქცევს ის, რასაც შენ მთელი ცხოვრება აკეთებ. ჯორჯ სენ-პიერი ძალიან ნიჭიერი და ძალიან მოწადინებული იყო. როდესაც შენ ასე თავდაუზოგავად შრომობ, წარმატება აუცილებლად მოვა. როდესაც ის UFC-ში მოვიდა, თავიდანვე ჩანდა, რომ ის ყველასთან შედარებით ერთი ნაბიჯით წინ იყო. ის ნამდვილად იდეალური მებრძოლი იყო. მას MMA-ის 2-0 ვერსიად აღიქვავენ, ახალი თაობის მებრძოლად. ჯიუ-ჯიტსუ, კრივი, ჭიდაობა, ის ნამდვილად ოსტატი იყო ყველა დისციპლინაში. UFC 65-ის დროს მასზე სრულყოფილი მებრძოლი არ არსებობდა. GSP კანადის საბრძოლო ხელოვნების სახეს წარმოადგენს. ჯორჯ სენ-პიერი უბრალოდ ბრძოლას კი არ იგებდა, ის შეხვედრის ყველა წამს იგებდა. ის მსოფლიო ელიტას ხვდებოდა და აქცევდა მათ საშუალო მებრძოლებად. როდესაც მას დგომში ხვდებოდნენ, ის ძლიერად ურტყავდა. ვინმე ჭიდაობა უნდოდა, უპრობლემოდ. ის მეტოქეებს არ აძლევდა შანსებს, უნდა ვაღიაროთ. მის ბრძოლაზე 55,000 ადამიანი მოვიდა. ეს სრული ანშლაგი იყო. ის თავს უთმობდა მხოლოდ მზადებას. ცხოვრებაში ბევრ რაღაცაზე თქვა უარი. უდაოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. დღეს ვისაუბრებ MMA-ის ცოცხალ ლეგენდაზე, ადამიანზე, რომელმაც ქუჩების დასუფთავებით დაიწყო თავისი კარიერა და დაასრულა UFC-ს ვარსკვლავად. GSP-მ 13-ჯერ იბრძოლა ტიტულზე და 13-ჯერ მოიხვია წელზე UFC-ს ქამარი. ბევრი პროფესიონალი მებრძოლი საერთო ჯამში თავის კარიერაში 13 ბრძოლასაც კი არ ატარებს. 2013 წელს კი მან კარიერა დაასრულა და 4 წლის პაუზის შემდეგ დაბრუნდა უფრო მძიმე წონით კატეგორიაში და ეს ტიტულიც მოიპოვა. გაიცანით უცხოპლანეტელი ჯორჯ სენ-პიერი. ჯორჯ სენ-პიერი დაიბადა 1991 წელს კანადაში. ის ყველაზე უფროსი შვილია ოჯახში, მას 2 პატარა და ყავს. მამამისი მთელი ცხოვრება ფიზიკურად შრომობდა, დედა კი ექთნად მუშაობდა მოხუცთა თავშესაფარში. სენ-პიერს ყოველთვის თანატოლებთან ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა. მას სკოლაში ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ართმევდნენ ფულს და აბულინგებდნენ. სკოლაში გოგოებს მე არ მოვწონდი. ბიჭებთანაც სულ კონფლიქტი მქონდა. სკოლის პერიოდით სუდად მახსენდება. ერთხელ სახალხო სკოლაში ფული წამართვეს და შარვალიც ჩამხადეს. მშობლებმა GSP თავდაცვის მიზნით მიიყვანეს კიოკუშინკაი კარატეზე. სენ-პიერი მთლიანად გადაეშვა სპორტულ ცხოვრებაში და ძალიან დიდ დროს უთმობდა განვითარებას ამ სპორტში. 1992 წლიდან 1996 წლამდე მან მოახერხა და 4-ჯერ მოიპოვა პირველობა კანადის ჩემპიონატზე კიოკუშინკაი კარატეში. დაბადებიდანვე ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. 8 წლის ასაკში მშობლებმა თირკმელების ოპერაცია გამიკეთეს და ამის მერე ფსორიაზი დამემართა. სკოლაში, სახლში, ქუჩაში მე ყველგან მქონდა ჩვევა ენით ტუჩების გალოკვა. ამის გამო პირი ყოველთვის მაიმუნის პროჭივით წითელი მქონდა. ნუ ეს სკოლაში კიდევ ერთ ბულინგის საბაბს აძლევდა ხალხს. მაგ დროს კარატეზე უკვე დავდიოდი, მაგრამ მხოლოდ ფილმებში იმარჯვებენ კარატისტები. ცხოვრებაში კი ხულიგნები იმარჯვებენ. განსაკუთრებულად როცა ისინი შენზე ბევრნი არიან. ერთხელ მახსოვს მამასთან წავიწუწუნე ერთ ბიჭზე უთხარი რომ ის მე მამცირებს. მამამ მომკიდა ხელი და ამ ბიჭის ოჯახთან მიმიყვანა და დამაყენა იქ ყველას წინაშე და უკითხავდა მორალის ლექციებს მშობლებს. მე სირცხვილით აღარ ვიცოდი, საწავსულიყავი. ამ ამბავმა რა თქმა უნდა არ იმუშავა. ბულინგი გაათმაგებული ძალებით გაგრძელდა. ეს ბოლო შემთხვევა იყო რომ მე მამას რაღაცა მოუყევი. ამ პრობლემებზე მომავალში მამა გაიგებს ჩემ ინტერვიუებიდან იმის მერე რაც მე ჩემპიონი გავხდები. ერთი დღე როდესაც GSP სკოლიდან გამოდიოდა თავისნაირ უბედურ მეგობართან ერთად, ავტობუსამდე გასავლელ გზაზე იდგნენ ის ტიპები, რომლებიც სენ-პიერს სიცოცხლეს უმწარებდნენ. ის შეტრიალდა და უთხრა მეგობარს: "აი იმ დიც მე დავარტყაო და იმ დაბალს შენო. იმ მესამეს კი მე ერთად დავუშვათო." მეგობარმა თავი გაიქნია და წავიდა შემოვლითი გზით.
GSP-მ კი პირდაპირ მიაჭრა და პირველმა დაუშვა ბულერებს. რა თქმა უნდა ისცემეს, მაგრამ ყოველი დაცემის მერე ის დგებოდა და ჩხუბობდა იქამდე, სანამ ისინი მასწავლებლებმა არ გააშველეს. ხო და სწორედ ამ დღის მერე მას უკვე ყველა ერიდებოდა. GSP-მ კი თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გაკვეთილი გამოიტანა ამ სიტუაციიდან. რაც არ უნდა ბევრჯერ განარცხებდნენ, ცხოვრებაში შეუნდა ადგე და იბრძოლო, რადგან მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი დაიმკვიდროს შენი პატივისცემა და ავტორიტეტი. 16 წლის ასაკში სენ-პიერმა მეორე დანი და შავი ქამარი მოიპოვა კარატეში და ზუსტად ამ დროს მისი მწვრთნელი გარდაიცვალა ონკოლოგიისგან. GSP-მ დაანება თავი ვარჯიშს და გადაწყვიტა სწავლა. მას უნივერსიტეტში სწავლა უნდა და პოლეონტოლოგიის ფაკულტეტზე. ერთი დღე მეგობარმა სახლში დამპატიჟა ვიდეო საყურებლად. ეს ბრძოლა წესების გარეშე იყო, სადაც გაბარიტებით პატარა ხოის გრეისი კიმონოში ანადგურებდა დიდ ბიძიებს და სწორედ ამ ვიდეომ გადამაწყვეტინა დამეწყო ვარჯიში MMA-ში. 90-იან წლებში კანადაში შერეული ორთაბრძოლები ოფიციალურად აკრძალული იყო. ამიტომ ეს ღონისძიებები ტარდებოდა ინდიელების რეზერვაციებში, რომლებზეც კანადის კანონმდებლობა არ ვრცელდებოდა. ერთ-ერთ შეჯიბრზე 17 წლის სენ-პიერმა ნახა უმაგრესი ნოკაუტი კრისტოფ მედოუს შესრულებით, რომელსაც ეძახდნენ ფრანგულ ქარიშხალს. GSP ამ მებრძოლით იყო აღფრთოვანებული და სულ მალე მათი გზებიც გადაიკვეთა. პირველად სენ-პიერი ქუჩაში ვნახე. ვიღაცა მეძახდა, რომ უბრუნდი ჩემს წინ ვიღაცა ცისფერთვალება თინეიჯერი იდგა. ბრძოლაზე გნახეო, ვიცი კარატისტი ხარო, მეც კარატისტი ვარო. შენ თავარჯიში მინდა, ოღონდ ფული არ მაქვსო. მე უთხარი არა უშავს. არც მე მაქვს ფული თქო. მე მას მისამართი მივეცი და უნიშნე დღე და დავიშალეთ. GSP-მ დანიშნულ დღეს დანიშნულ ადგილზე მივიდა, კრისტოფერმა პირველივე დღეს ის ასპარინგა რამოდენიმე პროფესიონალთან და დარჩა აღფრთოვანებული მისი მონაცემებით. მან თვალებში ჩამხედა და მითხრა: "მე შენგან ჩემპიონს შევქმნიო. მიდოს მე ყველაფერში უჯერებდი. მიყვებოდი ნებისმიერ მძიმე ვარჯიშზე. სპარინგი იყო, ყინვაში სირბილი იყო, თუ კრივი. ყველაფერს ვასრულებდი უსიტყვოდ." ერთ დღეს მიდომ დარბაში ორი პროფესიონალი მებრძოლი დაპატიჟა. ისინი აქტიური მებრძოლები იყვნენ, რომლებიც სერიოზულ პრომოუშენებში ჩხუბობდნენ და შესთავაზა სენ-პიერს მათთან შერკინება. თავიდან ბრძოლაზე უარი ვთქვი, მართლა შემეშინდა, ისინი რეალურად მონსტრები იყვნენ. კრისტოფერმა მხარზე ხელი დამადო და მითხრა: "შენ ბევრად უკეთესი ხარო, გჯეროდესო ჩემიო, გჯეროდესო საკუთარი თავის." GSP მიიღო გამოწვევა და ერთმანეთის მიყოლებით დააფინიშა ორი პროფესიონალი მებრძოლი. მაგ დღეს სენ-პიერმა გაიაზრა, რომ ის მართლა ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ჩემპიონობა. სკოლის დამთავრების შემდეგ GSP-ს ფული ჭირდებოდა კოლეჯში ჩასაბარებლად და ის მოეწყო ქუჩების დასუფთავების სამსახურში, სადაც კარგად იხდიდნენ. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ნაგავს დავათრევდი. სწავლისთვის ფული მქონდა შესაგროვებელი, თან ეს სამსახური მაძლევდა დამატებით ფიზიკურ დატვირთვას. საათობრივი ანაზღაურება მქონდა და სულ ვცდილობდი მეტი ნაგავი შემეყარა სატვირთოში. რომ არ დავყლილიყავი, ტვირთის გადაზიდვის ტექნიკას ვხვეწავდი. წელიდან დატვირთვა ხელებზე და ფეხებზე გადამქონდა და ამ ტვირთვის გადაადგილების ტექნიკას მომავალში მეტოქეებთან ბრძოლაშიც კი ვიყენებდი. ამ სამსახურში ყველაზე ტკბილად მახსენდება ხალხი, ვისთანაც მუშაობა მიწევდა. ძირითადად ყოფილი პატიმრები იყვნენ. ყველა მართლა კაი ტიპი იყო. მახსოვს ერთი თანამშრომელი მყავდა, რომელიც ლამაზი გოგონების დანახვაზე უცნაურ ხმებს გამოსცემდა. მაგ დროს მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა, მე კი ვიმალებოდი, მიტყდებოდა არ მინდოდა კლასელებს ვენახე. ასე აგროვებდა სწავლის ფულს GSP და პარალელურად ვარჯიშობდა. დროთა დრო იზღუდებოდა, რომ განვითარებისთვის MMA-ში მას ჭირდებოდა ჯიუ-ჯიტსუ და გრეპლინგი. მან გაიკითხა და გაიგო, რომ ნიუ-იორკში რენცო გრეისის აკადემია არსებობს ჯიუ-ჯიტსუში, სადაც ამზადებენ პროფესიონალებს. GSP მთელი კვირა შრომობდა და ვარჯიშობდა. შაბათ-კვირას კი ყიდულობდა ბილეთს მონრეალი, ნიუ-იორკი და შეგროვებული ფულით მიფრინავდა ჯიუ-ჯიტსუს ვარჯიშებზე. ნიუ-იორკში პირველად 17 წლის ასაკში ჩავედი. დარბაზი რაღაც გეტოში იყო. ფული ცოტა მქონდა, მაგრამ მე ეს არ მადარდებდა. მე აქ ცოდნისთვის ჩამოვდიოდი, მხოლოდ შაბათ-კვირას. ჯორჯ სენ-პიერი პირველივე დღეს გაანაწილეს მოყვარულების ჯგუფში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის პროფესორი და ელიტარული შავი ქამრის მფლობელი ჯონ დანახერი. ის შემოვიდა, ცუდად საუბრობდა ინგლისურად, ამოფხიკა ჯიბეებიდან მთელი ფული და დამიყარა მაგიდაზე და მითხრა: "მე ჯიუ-ჯიტსუს სწავლა მინდაო." ნიუ-იორკში GSP-ს დასარჩენი არ ჰქონდა, ამიტომ ის მიტოვებულ შენობებში რჩებოდა ნარკომნებთან და უსახკაროებთან ერთად. ორი დღე ასე ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. ორშაბათს კი უკვე კანადის ქუჩებს ასუფთავებდა და აგროვებდა ნიუ-იორკში სავარჯიშოდ ჩასასვლელ ფულს. ასეთ რეჟიმში ჯორჯ სენ-პიერი გახდა ნამდვილი უნივერსალური ჯარისკაცი, რომლისათვის დისკომფორტი და ტკივილი ყოველდღიური რუტინა იყო.
ამდენი შრომის ვარჯიშის და წვალების შემდეგ 2002 წელს ჯორჯ სენ-პიერი გამოდის თავის სადებიუტო ბრძოლაში პროფესიონალებში, ადგილობრივ პრომოუშენში და ხვდება ივან მარჟერას. მარჟერას არ ქონია წაგება თავის კარიერაში არც მოყვარულებში, პროფესიონალებით კი 4 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა. GSP შეუდარებელი იყო თავის სადებიუტო ბრძოლაში და მან ეს შეხვედრა პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. Oh, what a little trip there by Ivan. What a slip by Ivan. Whoa, George St. Pierre. Nice punches there. Look out. Oh, some nice shots. Ivan's got to protect himself. He's got to protect himself here. St. Pierre is going off right now. მე ბედნიერი ვარ რომ დავიბადე კანადაში. აქ შრომით ყველა შეუძლია თავი გამოიჩინოს. არის ისეთი ქვეყნები, რა თქმა უნდა, სადაც ომია, შიმშილი და გაჭირვება. იმ ქვეყნებში წარმატების შანსები მინიმალურია. ყველაზე მაგრად ის მიხარია რომ დავიბადე კანადაში და ამ ბედნიერების დამსახურება ჩემს წინაპრებს ეკუთვნის. ასეთი ეფექტური დებიუტის მერე პრომოუშენმა GSP-ს ეგრევე სატიტულო ბრძოლა მოუწყო. მას 3 წუთზე ცოტათი მეტი დაჭირდა იმისათვის რომ გამხდარიყო ამ პრომოუშენის ჩემპიონი. Hoping for the best of it. George is looking for the armbar. No, Justin needs to roll out of this shit. As soon as that arm gets loose, he needs to roll the opposite way and get out of it. His arm is locked out. Justin Brugman just taps. That is it. St. Pierre wins with a beautiful armbar. The jiu-jitsu fighter got beat at his own game. You know what? St. Pierre showed athleticism. He showed power. ამავე 2002 წელს 20 წლის ბიჭუნა თავის ტიტულს იცავს ტრევის გეილ ბრეითთან, რომელსაც პირველივე რაუნდში ანადგურებს. წლის იანვარში ჯორჯ სენ-პიერი თავის ტიტულს იცავს დენი ტომასთან. ეს უკვე ამ პრომოუშენის საერთაშორისო ტურნირი იყო. მთელი პირველი რაუნდი სენ-პიერს მიწაზე ყავდა გადაყვანილი თავისი მეტოქე და პრესავდა მას. GSP მუხლებით მას წოლიარეს თავი დაუნაყა. დიახ, მაშინ ეს სილეთი არ იყო აკრძალული MMA-ში. მეორე რაუნდში GSP-მ უძლიერესი ჰაიკიკით დაიწყო. გადაიყვანა მეტოქე ძირს, სადაც რაუნდის ბოლომდე ღეჭავდა და ანადგურებდა მას იქამდე, სანამ საჯმა არ გააჩერა. ეს მცალმხრივი დომინაცია. ისე 2003 წელი და ჯორჯ სენ-პიერი გამოდის უფრო სერიოზულ ორგანიზაციაში, სადაც ხვდება პიტ სპრატს და პირველივე რაუნდში აღრჩობს მას. წელს სოფლიოში არსებობდა ორი უძლიერესი პრომოუშენი, ეს იყო Pride და UFC. სენ-პიერს არჩევანი ჰქონდა ამ ორ პრომოუშენს შორის, თუმცა დანა ვაიტმა გაიგო კანადელის წარმატების შესახებ და ეგრევე გაუფორმა მას კონტრაქტი. 2004 წლის თებერვალში ჯორჯ სენ-პიერი მართავს თავის სადებიუტო ბრძოლას UFC-ში სომეხ კაროპაროსიანთან, რომელსაც პროფესიონალებში 10 ბრძოლა მოგებული ჰქონდა 12-დან. ფლობდა შავ ქამარს ჯუდოში და ჯიუ-ჯიტსუში. მოკლედ ძალიან სერიოზული მებრძოლი, რომელიც ნამდვილად არ აპირებდა დათმობას. პირველ რაუნდში კანადელმა სომეხი გადაიყვანა ძირს, სადაც მას აკონტროლებდა და ახერხებდა დარტყმების განხორციელებას. მეორე რაუნდში GSP დომინირებდა პარტერში და ეს ბრძოლის მონაკვეთიც თავის სასარგებლოდ დაასრულა და აი მესამე რაუნდში სენ-პიერი სომეხის ხაფანგში მოყვა.
კომენტატორის ხმა გავიგე, ის იძახდა კიმურაო. მაგდროს გავიფიქრე, თუ წავაგე მე ბინის ქირას ვერ გადავიხდი და საჭმლის გარეშე დავრჩებოდი. მე სიკვდილისთვის ვიყავი მზად მაგ მომენტისათვის და გამორიცხული იყო. მე არ დავნებდებოდი. GSP-მ გაუძლოდ კივილს გამოძრა ილეთიდან და დაიბრუნა ბრძოლის კონტროლი. კანადელმა თავისი დებიუტი UFC-ში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. სამ თვეში GSP ხვდება დაუმარცხებელ დებიუტანტს Jay Herons. მას 2 წუთზე ნაკლები დაჭირდა, რომ ეს პირველი ბრძოლა ნოკაუტით მოიგო და მან მოიპოვა UFC-ს სატიტულო ბრძოლის უფლება. იმის მერე რაც BJ Penn-მა დაარჩო თავისი მეტოქე და მოიპოვა UFC-ს ტიტული, მას ორგანიზაციასთან უთანხმოება მოუვიდა და ტიტული ვაკანტური იყო. Dana White-მა გადაწყვიტა ვაკანტური ტიტულის გათამაშება ახალბედა GSP-ს და ყოფილ ჩემპიონს Matt Hughes შორის. Hughes იმ დროისათვის ძალიან სერიოზულ ოპონენტად ითვლებოდა. მან თავის კარიერაში 5-ჯერ დაიცვა თავისი ქამარი, ამ დივიზიონისთვის ეს რეკორდი იყო. George St. Pierre Hughes-ის გულშემატკივარი იყო ბავშვობიდანვე და ბრძოლის წინ ძალიან ნერვიულობდა. ის ჩემი ბავშვობის გმირი იყო, მე ისევ ნერვიულობდი, რომ მას თვალებში ვერ უყურებდი. მე მჯეროდა, როდესღაც მე გავხდებოდი ჩემპიონი, მაგრამ გრძნობდი, რომ ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ეს თანაბარი ბრძოლა იყო. რაუნდის ბოლომდე ერთი წამი რომ იყო დარჩენილი, კანადელმა შეცდომა დაუშვა და მოყვა მტკივნეულ ილეზე. ეს იყო GSP-ს პირველი მარცხი თავის კარიერაში. ამ მარცხის მერე GSP 2005 წელს ისევ ადგილობრივ კანადურ პრომოუშენში გამოდის, რომელსაც ერქვა TKO და ეფექტურად 2 წუთში იგებს საბმიშენით. სამ თვეში George St. Pierre უბრუნდება UFC-ს, სადაც ხვდება Jason Millers. დომინირებს სამივე რაუნდს და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იგებს ამ შეხვედრას. For the winner by unanimous decision, George Rush St. Pierre. GSP არ ჩერდება და 4 თვეში პირველივე რაუნდში აღწევს შერეული ორთაბრძოლების ვეტერანს Frank Triggs. 2005 წლის მეოთხე ზედიზე ჩერკინება George St. Pierre იგებს ნოკაუტით Sean Sherkis წინააღმდეგ. I'm gonna go on my knees like that and ask the UFC management to give me a world title shot. Please, I want the belt so bad. Give it to me. I'm not gonna do what mistake this time. Give me a chance for the belt. Thank you very much. ოთხი ზედიზედ გამარჯვებამ GSP დივიზიონის ლიდერად აქცია და 2006 წელს მას ახვედრებენ UFC-ს ყოფილ ჩემპიონს BJ Penn-ს, რომელიც UFC-სთან მოაგვარა უთანხმოება და ორგანიზაციამ მას მისცა საპრეტენდენტო ბრძოლის ჩატარების უფლება. ამ ბრძოლის პირველი რაუნდი BJ Penn-ის იყო. კანადელი ცდილობდა თავის დისტანციის ძებნას, მაგრამ ჰავაელი მას უტევდა და კარგად მუშაობდა კონტრკომბინაციებზე. შესვენებაზე დანახერმა შეუცვალა კანადელს ბრძოლის სტრატეგია და ის ახალი გეგმით შევიდა ოქტაგონზე. რაუნდის დასაწყისშივე მან იყვანა ჰავაელი ძილს და დაიწყო მუშაობა. პენმა როგორღაც მოახერხა ადგომა, მაგრამ GSP-ს უკვე ჰქონდა ნაპოვნი თავისი რითმი. ბოლო რაუნდში St. Pierre უკეთესი იყო, ის უკვე სრულიად აკონტროლებდა ბრძოლას და მსაჯების გადაწყვეტილებით ამ შეხვედრას იგებს. GSP და Hughes-ის შეხვედრის მერე, სადაც კანადელმა წააგო, გავიდა 2 წელი. Matt Hughes-მა ამ პერიოდში ზედიზედ 4 ბრძოლა მოიგო. ლოგიკური იყო, რომ შემდეგ ტიტულის დაცვას ის სარევანშო ბრძოლის George St. Pierre-თან გამართავდა. GSP ოქტაგონზე ავიდა Hughes-ის გამოსაწვევად. ბევრი ამ დროს სასტიკ ტრეშ-ტოკს ელოდა კანადელის მხრიდან, მაგრამ ეს იყო UFC-ის ისტორიაში ყველაზე საყვარელი გამოწვევა. ფტოვანებული ვარ შენი ბრძოლით, მაგრამ ამ გამოსვლით არა. მე მოუთმელად ველი შენთან შეხვედრას. მადლობა.
2006 წლის ნოემბერში ჯორჯ სენ-პიერი სატიტულო ბრძოლით შეხვდა მეტ ჰიუს. პირველივე რაუნდში GSP-მ ოქტაგონის ცენტრი დაიკავა, საიდანაც მეტოქეს ცხრილავდა კრივის კომბინაციებით და ერთჯერადი ქიქებით. ჰიუსიც რაღაცას ცდილობდა, მაგრამ ჩანდა, რომ ის კანადელთან შედარებით ძალიან ნელია. რაუნდის დასრულებამდე 5 წამით ადრე სენ-პიერმა სუპერ ფანჩი გაისროლა და დაიწყო ოპონენტის დაფინიშება. მეტ ჰიუსი გონგმა გადაარჩინა. მეორე რაუნდში GSP-მ გააგრძელა მეტოქის დატერორება და მესამე წუთზე მან საფინიშო ფატალური ფეხის დარტყმა განახორციელა და აი ასე ჯორჯ სენ-პიერი 25 წლის ასაკში გახდა UFC-ს ჩემპიონი. The new UFC welterweight champion of the world. პრომოუშენმა სპეციალურად დააორგანიზა ახალი Ultimate Fighter-ი, რომლის გამარჯვებულიც სატიტულო ბრძოლით შეხვდებოდა ახალ გამომცვალ კანადელ ჩემპიონს. სატიტულო ბრძოლის შანსის მფლობელი გახდა მეტ სერა, რომელიც ვერ დაიტრაბახებდა თავისი უნაკლო კარიერით. MMA-ის სამყარო დარწმუნებული იყო, რომ სერა განწირული იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო. გარშემო ყველა იძახდა, რომ სერას ჩემთან შანსი არ აქვს, ხო და მე ეს დავიჯერე. სიმართლე გითხრათ, მე იმასაც ვფიქრობდი, რომ ის ჩემთან ბრძოლასაც კი არ იმსახურებს. ეს იყო ერთადერთი ჯგუფი, რომლის წინაც მე კარგად მეძინა და არ ვნერვიულობდი. 2007 წლის აპრილში მოულოდნელად ყველასათვის ჯორჯ სენ-პიერი პირველივე რაუნდში ნოკაუტით აგებს ბრძოლას. როდესაც მან მომოხვედრა თავისი მძიმე დარტყმა, მე უნდა დამეხია უკან და აღმედგინა ძალები. იმ მომენტში ნერვებზე ავიშალე. ამ პატარა ტიმპა როგორ დამარტყა თქო. ეს იყო ჩემი ეგო და სწორედ ამიტომ მე მწარე მარცხი განვიცადე. ამ მართლა მოულოდნელი მარცხის მერე ისედაც ემოციური GSP ვარდება დეპრესიაში და ერთი პერიოდი სახლიდანაც არ გამოდის და საერთო ჯამში მას დაჭირდა ფსიქოლოგების ჩარევა. აი ამ მარცხის მერე დავინტერესდი ფილოსოფიით და ბევრი წიგნი წავიკითხე. ფრიდრიხ ნიცშე, რენე დეკარდი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე სიუნძის ნაწარმოებიდან ომის ხელოვნება, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა ნიცშემ, მისმა იდეამ ზე ადამიანზე, სადაც წერია, რაც არ კლავს ის გაძლიერებს. ფილოსოფიამ მასწავლა, რომ ადამიანი შიგნით ულევ ენერგიას ინახავს. ჩვენ ამ ენერგიის განთავისუფლება უნდა ვისწავლოთ. სერასთან მარცხის შემდეგ მენტალურად გაწონასწორებული ჯორჯ სენ-პიერი 5 თვეში უბრუნდება ოქტაგონს და ხვდება დროებით ტიტულზე ჯოშ კოშჩეკს, რომელიც იყო ამერიკის ჩემპიონი რესლინგში და 5 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა UFC-ში. GSP-მ მას 3 რაუნდის განმავლობაში აკონტროლებდა პარტერში, დგომშიც ბევრად უკეთესი იყო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ეს შეხვედრა მან მოიგო. სამთვეში GSP მესამეჯერ შეხვდა მეტ ჰიუს, ეს საპრეტენდენტო შეხვედრა იყო, პლუს ამას ეს ბრძოლა ვაკანტურ ტიტულზე იყო, საიდანაც გამარჯვებული სატიტულო ბრძოლით შეხვდებოდა პირდაპირ მეტ სერას. საბმიშენით გამარჯვება ყოველთვის უფრო მსიამოვნებს ვიდრე ნოკაუტით. არ მინდა ვთქვა, რომ ნოკაუტი შემთხვევითი გამარჯვებაა, თუმცა ნოკაუტის შესრულების ალბათობა უფრო მეტია. საბმიშენისთვის კი ცოდნა საჭირო და დიდი გამოცდილება. აი თქვათ ქუჩაში ჩხუბია. თუ მოკრივე ხარ, ერთადერთი რაც შეგიძლია და არტყა მეტოქეს სახეში. თუ ააცილე, პრობლემები გექნება. თუ მოახვედრე, პრობლემები გექნება უკვე პოლიციასთან. ჯიუ-ჯიტსუს შემთხვევაში კი შენ მოწინააღმდეგეს აკონტროლებ. ეს ბევრად დამამცირებელია და ამის გამო შენ ციხეში არავინ ჩაქსვავს. სენ-პიერს და სერას შორის რევანში 2008 წლის აპრილში შედგა მონრეალში, თავისი მშობლიურ ქალაქში, სადაც ფანების გუგუნის ფონზე მან შური იძია. GSP-მ ზუსტად 2 რაუნდში ყველას დაუმტკიცა, რომ წინა ბრძოლა იყო შემთხვევითი მარცხი. მან შემოიტყა UFC-ს კამარი წელზე, რომელიც კარიერის ბოლომდე 9 წლის განმავლობაში არ მოუხსნია.
4 თვეში GSP კამარს იცავს ჯონ ფიჩის წინააღმდეგ, რომელსაც UFC-ში არ წაუგია. მას ორგანიზაციაში 8 ზედიზედ გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. ეს 5 რაუნდიანი ბრძოლა იყო, სადაც კანადელმა ძალიან დიდი უპირატესობით გაანადგურა თავისი მეტოქე და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით პირველად დაიცვა თავისი ტიტული. 2006 წელს BJ Penn-მა Matthews-თან მარცხის მერე ჩავიდა ერთი კატეგორიის დივიზიონში დაბლა. მოიგო და დაიცვა კიდეც ტიტული. ამოვიდა ისევ 77 კილოგრამში და გამოიწვია მეორეჯერ ჯორჯ სენ-პიერი. ეს შეხვედრა კანადელს და ჰავაელს შორის 2009 წლის თებერვალში შედგა. ამჯერად GSP მის ემაგრაცემა ჰავაელი, რომ რაუნდის შორის ექიმების დასმულ კითხვაზე თუ სად იმყოფება ის ვერ გასცა პასუხი და ეს ბრძოლა სენ-პიერს გაუფორმეს ტექნიკური ნოკაუტი. GSP-ის შემდეგი ოპონენტი, რომელსაც სურდა ტიტულის წართმევა, იყო ბრაზილიელი პიტბული ტიაგო ალვესი. ის 7 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა, სადაც ბოლოს ამ ბრძოლაში დაანოკაუტა მუხლით კარო პაროსიანი და მეთჰიუზი. ასევე ბოლო ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო ჯონ კოშჩეკს. ჯორჯ სენ-პიერმა მეოთხეჯერაც დაიცვა თავისი ტიტული ყოველგვარი კითხვების გარეშე, სადაც 5-ვე რაუნდი დომინირებდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. 2010 წლის მარტში სენ-პიერი ხვდება ბრიტანელ ანარქისტს, რომელიც ემზადებოდა შაოლინის ბერებთან, მაგრამ ამ მზადებამ მას ვერ უშველა. 25 წუთის განმავლობაში ოქტაგონის ბატონ-პატრონი GSP იყო, რომელმაც ყველანაირი გამარჯვების იმედი მოუკლა ბრიტანელს და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მეხუთედ დაიცვა თავისი კამარი. GSP გახდა კანადაში ყველაზე ცნობადი ადამიანი. ის დიდ ფულს გამოიმუშავებდა და არ ივიწყებდა თავის მწვრთნელებს და მეგობრებს, მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი მან თავის მშობლებს გაუკეთა. ბავშვობაში ერთი ოცნება მქონდა და მე ის ავისრულე. ტიტულის დაცვის მერე მე პირდაპირ ბანკში მივედი, იქ შევხვდი ხელმძღვანელს და უთხარი, რომ არ მინდა ჩემმა მშობლებმა სიცოცხლის ბოლომდე რამეში ხარჯავდნენ თავის ფულს. კრედიტი, სახლი, მანქანა, რასაც ისინი მოისურვებენ, რომც ყოველდღე იყიდონ, მინდა რომ იფარებოდეს ავტომატურად ჩემი ანგარიში. ეს ყველაფერი მშობლებს დაუმალე. ვიცოდი რომ ისინი უარს იტყოდნენ ამ ყველაფერზე. მე სხვა ქვეყანაში ვიყავი, როდესაც დამირეკეს. ისინი ტიროდნენ, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი გრძნობა. ამასობაში 2010 წლის დეკემბერში GSP ხვდება ჯოშ კოშჩეკს, ოღონდ ამჯერად სატიტულო დაცვით. მართალია სენ-პიერმა ის ვერ დააფინიშა, 5 რაუნდის სრული დომინაციის შედეგად ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, მაგრამ ბრძოლის მერე როგორც გაირკვა, ჯოშს სახის ძვალი ჰქონდა გაბზარული. სენ-პიერს კი მუშტი ჰქონდა დაზიანებული რტყმისგან. Strikeforce-ის და UFC-ის გაერთიანების შემდეგ პრომოუშენში შემოვიდნენ სხვა ორგანიზაციის ჩემპიონები, რომლის რიგებშიც იყო დაუმარცხებელი ჯეიკ შილდსი. ის 15 ზედიზედ გამარჯვებით იბრძოდა და იყო Strikeforce-ის პრომოუშენის ჩემპიონი, რომელმაც თავის ტიტულის დაცვაც მოასწრო, სანამ ეს ორი ორგანიზაცია გაერთიანდებოდა. ეს ბრძოლა 2011 წლის მაისში ტორონტოში შედგა, სადაც 55,000 მაყურებელი ცოცხლად ქომაგობდა კანადის საამაყო მებრძოლს. ეს GSP-ის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლა იყო. მეორე რაუნდში მან ამერიკელის ჯები ვერ დაინახა და დაიზიანა მარცხენა თვალი, საიდანაც შეხვედრის ბოლომდე ვერ ხედავდა. თუმცა ასეთ მდგომარეობაშიც კი მან დგომში მაინც დაუნდობლად იჩეხავა დარჩენილი 3 რაუნდი. ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მე-7-ჯერ დაიცვა თავისი კამარი. ამ ბრძოლის მერე GSP ერთ-ერთ სპარინგზე მუხლის ჯვარედინგ ტყეს იწვიტავს მთლიანად და ეგრევე მას აქანებენ საოპერაციოს და უკეთებენ ოპერაციას. მებრძოლთა ალბათ 100-დან 100 ადამიანი ვეღარ გააგრძელებდა თავის კარიერას, მაგრამ ჯორჯ სენ-პიერი მართლა უცხო პლანეტელია. ყველა იცახდა რომ კარიერა დასრულებულია. თან მეუბნეოდნენ რომ დაუმარცხებელი ვარო და სპორტში მივახციე ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა. დატკბიო რა ცხოვრებითო. ეს შენს ძალებს აღემატებაო. მე კი მინდოდა ყველასათვის დამემტკიცებინა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. სანამ GSP 18 თვის განმავლობაში მკურნალობდა და ხელახლა სწავლობდა სიარულს, UFC-მ გაათამაშა დროებითი ტიტული სტოქტონის განგსტერს ნიკ დიას და კარლოს კონდიც შორის. ამ შეხვედრაში ძალიან თანაბარ ბრძოლაში კარლოსმა გაიმარჯვა და მზად იყო ნამდვილ ტიტულზე ომისათვის. 9 თვე ის საერთოდ ვერ ვარჯიშობდა. როდესაც ასე თუ ისე ფეხზე დადგა, მე მას სპარინგში საშუალო მებრძოლებს ვახვედრებდი და ის სულ აგებდა. ის სულ სხვა ადამიანი იყო. მას შეეძლო უარი ეთქვა ამ შერკინებაზე, მაგრამ არა. ჯეროდა რომ ოქტაგონში ის გაცოცხლდებოდა. 2012 წლის ნოემბერში, როდესაც GSP გამოჩნდა არენაზე,
არენაზე 20,000 კაციანი სტადიონი ექსტაზში სკანდირებდა მის სახელს. ის თავის ტიტულს მერვეჯერ იცავდა კარლოს კონდიტის წინააღმდეგ. სემპერმა პირველივე რაუნდში გადაიყვანა თავისი მეტოქე ძირს და დაიწყო მისი განადგურება იდაყვებით. ორი რაუნდის მერე კარლოსის სახე სისხლში იყო, მაგრამ გიჟური გამოხედვიდან გამომდინარე ჩანდა, რომ ეს ჯერ არ არის დასასრული. მესამე რაუნდის დასაწყისში კონდიტი ასრულებს იდეალურ კომბინაციას და ფეხით აქცევს კანადელს. 20,000 ადამიანი გაჩუმებული ადევნებდა ამ მომენტს თვალს. ყველას ეგონა, რომ ეს დასასრულია, მაგრამ GSP ახერხებს ადგომას და კონტრშეტევით პასუხობს. გადაიყვანა მეტოქე ძირს და ახერხებს Grand and Pound-ის შესრულებას. დანარჩენი ორი რაუნდი უკვე სემპიერი უკეთესი იყო და თავის მერვე ტიტულის დაცვას ტრადიციულად ასრულებს გამარჯვებით. წლის ნოემბერში GSP სტოქტონის განგსტერს ხვდება. ეს კანადელის მეცხრე ტიტულის დაცვა იყო. ბრძოლამდე ინტერვიუში და პრესკონფერენციაზე ნიგდიაზე ნამდვილად იგებდა და თავის ქუჩურ მანერაში აბულინგებდა პატრიოს ან ბიჭუნას, მაგრამ როდესაც ისინი შევიდნენ ოქტაგონში, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ეს არ იყო რაღაცა სასწაულად ლამაზი ჩხუბი. GSP-მ თამამად ხუთივე რაუნდი მოიგო და იყო უკეთესი როგორც დგომში, ასევე პარტერში. ჯორჯ სემპერმა მთელი დივიზიონი მოასუფთავა, თითქოს მეტი აღარავინ იყო, მაგრამ არსებობდა ერთი ანომალიურად ძლიერი დათვი, რომელსაც ჯონი ჰენდრიქსი ერქვა. მას თავის კარიერაში 16 ბრძოლიდან ერთი მარცხი ჰქონდა და ისეც მსაჯების გადაწყვეტილებით. ასევე მან ორჯერ მოიგო ამერიკის ჩემპიონატი რესლინგში. ეს ბრძოლა 2013 წლის ნოემბერში შედგა. პირველ რაუნდში მებრძოლებმა ვერ მოუძებნეს ერთმანეთს თავისი გასაღები და იბრძოდნენ თანაბრად. და მეორე რაუნდში ჰენდრიქსმა თავისი მძიმე კომბინაციით მაგრად დააზიანა კანადელი და რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. სემპერმა ძლივს გადაიტანა მეორე რაუნდი და მესამე რაუნდში მოფერიან და შეუტია და გამოგლიჯა ხელიდან დიდი ძალის ხევით ამ ბრძოლის მონაკვეთი. მეოთხე რაუნდში GSP მოუმატა ტემპს, თუმცა ამერიკელმა ის გადაიყვანა და პარტერში კარგად იაქტიურა. ბოლო რაუნდში ჰენდრიქსმა რამოდენიმე კაი ზუსტი დარტყმა განახორციელა. სემპერმა რამოდენიმე ტეიქდაუნი და კონტროლი შეასრულა და გაისმა გონგის ხმა. ეს ისეთი თანაბარი და შთამბეჭდავი ბრძოლა იყო, რომ საჯები, მაყურებლები და პრომოუშენის ხელმძღვანელები გაიყვნენ. საბოლოო ჯამში ბევრისათვის მოსალოდნელად, ბევრისათვის კი მოულოდნელად საჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაისმა შედეგი. Champion of the world, George Rush St. Pierre! ამ ბრძოლის დასრულებისთანავე GSP აცხადებს, რომ ის ასრულებს თავის კარიერას და როგორც თვითონ იძახის წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ UFC-ში შემოსულიყო ანტიდოპინგური კომისია. დიახ, მაგ პერიოდში UFC-ში ანტიდოპინგური კომისია არ არსებობდა. ჰენდრიქსთან ბრძოლის წინ GSP მას თავაზობდა, მოდი გავიაროთო ანტიდოპინგური კომისია და რა თქმა უნდა, მან უარი მიიღო. უამრავი ადამიანი იძახდა, რომ GSP ასრულებს კარიერას, იმიტომ რომ ამ ბრძოლაში დიდი ზიანი მიადგა მას. ზოგი ამბობდა, რომ ის საერთოდ დაიღალა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ანტიდოპინგური კომისიის არარსებობის გამო დაასრულა თავის კარიერა, იმიტომ რომ დაიღალა, სუფთაზე იყო და ეჩხუბებოდა მონსტრებს, რომლებიც დოპინგზე იჯდნენ და აი 2015 წელს UFC-მ გააფორმა კონტრაქტი USADA-სთან და შემოვიდა ანტიდოპინგური კომისია UFC-ში და დიდი ალბათობით მაგიტომაც დაბრუნდა 2 წლის მერე. უკან რო დამებრუნებინათ, რომ მე ამ ბრძოლაზე უარს ვიტყოდი. ძალიან უნანობ რომ დოპინგ ტესტის გარეშე ვიბრძოლე. მე მათთვის უნდა მეთქვა, არ გინდათ ტესტირების ჩატარება? კი ბატონო, არ მჭირდება თქვენი კამარი, კარგად ზანდებოდეთ. აღსანიშნავია, რომ როდესაც 2015 წელს UFC-მ გააფორმა ხელშეკრულება ანტიდოპინგურ კომისიასთან, ჰენდრიქსმა 5 ბრძოლა წააგო და დაასრულა თავისი კარიერა. 4 წლის ბრძოლების გარეშე ცხოვრების დროს ის დაკავდა მეცნიერული კვლევებით პალეონტოლოგიაში. მას მიყავდა გადაცემა დინოზავრებზე National Geographic-ის არხზე. ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ფონდი, სადაც ბევრ ადამიანს გაუბედნიერა ცხოვრება. მსახიობობაც მოასწრო, სადაც ეჩხუბა კაპიტან ამერიკას და ასევე შეხვდა თავის მეგობრებთან ერთად უცხო პლანეტელებს. ასეთი გიჟური ცხოვრების რითმის მიუხედავად ის მაინც ახერხებდა ვარჯიშს და მუდმივად ფორმაში იყო.
და 4 წლიანი პაუზის შემდეგ დანა ვაითი აცხადებს, რომ GSP ბრუნდება და ბრუნდება უფრო მძიმე წონით კატეგორიაში. ის 84 კილოგრამში იბრძოლებს ამ დივიზიონის მეფესთან, მაიკლ ბისპინგთან. იმ დღიდან როგორც კი გავიგე, რომ UFC-მ შემოიტანა დოპინგ კონტროლი, მე ვგრძნობდი, რომ მე დავბრუნდები. მაგრამ მე აღარ მინდოდა გატკეპნილ 77 კილოგრამში დაბრუნება. ჩემი მიზანი იყო ერთი კატეგორიით ზევით ასვლა და მოქმედ ჩემპიონთან ბრძოლა. მე ჩემ თავს გამოწვევა მოუწყე. ეს სატიტულო ბრძოლა 2017 წელს შედგა ნიუ-იორკში. MMA-ის სამყაროს ცოტა ეჭვი ეპარებოდა GSP-ს გამარჯვებაში. ბოლო-ბოლო ის 4 წელი არ ჩანდა და გამოჩნდა თუ არა, უფრო მძიმე დივიზიონის ჩემპიონობა მოინდომა. მაგრამ როგორც კი ოქტაგონის კარები დაიხურა, სემპიერმა გააქრო ყველა ეჭვი. პირველივე რაუნდიდან ის გრძნობდა თავის დისტანციას და ანადგურებდა ბისპინგს. რაუნდის ბოლოს კინაღამ დაანოკაუტა კიდევაც ის და ასეთი დომინაციით თავის სასარგებლოდ დაასრულა პირველივე მონაკვეთი. მეორე რაუნდის დასაწყისშივე GSP-მ წარეთ ჯებებით იკმინებოდა. მან იპოვა თავისი ტემპი და თავს კომფორტულად გრძნობდა. ბისპინგსაც ჰქონდა რამოდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ ეს საერთო ჯამში ვერ ცვლიდა დიდად ვერაფერს. ჩანდა, რომ სემპიერი უკეთესი იყო. მესამე რაუნდის დასაწყისში ჯორჯ სემპიერმა გადაიყვანა ბისპინგი პარტერში და დაიწყო მისი უმოწყალოდ დამუშავება. ტრიბუნები GSP-ს სკანდირებდნენ, ორივე მებრძოლი გასისხლიანებული სახეებით პარტერში ომობდნენ და აი შუა რაუნდში ბისპინგი ახერხებს ფეხზე ადგომას, სადაც წავიდა სისხლიანი ჩეხაობა. სემპიერმა ერთ მომენტში დაიჭირა რითმი და უძლიერესი მარცხენა პირდაპირი დარტყმით დაანოგდა უნა ბრიტანელი და მიყვა პარტერში დასაფინიშებლად, სადაც უამრავი იდაყვების დარტყმები დააყარა. ეს იყო ტოტალური მებრძოლის განადგურება. GSP აღარ ჩერდებოდა. მან ამ ყველაფრის მერე ზურგიდან მახრჩობელაზე აიყვანა ნაცემი ბრიტანელი და აღჭობდა მას. ბისპინგი არ აპირებდა დანებებას და ჩააკვდა მკლავებში სემპიერს. სწორედ ასე ჯორჯ სემპიერი 36 წლის ასაკში გახდა 84 კილოგრამში ახალი ჩემპიონი და ბევრის აზრით გახდა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი. ამის მერე 33 დღეში მან განაცხადა, რომ ასრულებს კარიერას და გახადა ტიტული ვაკანტური. მე დავასრულე კარიერა და არანაირი ცრემლები არ იყო, რადგან მე ბედნიერი ვიყავი. მე ამაზე ბევრი მიფიქრია და ეს შტამბეჭდავი გზა იყო, რომელიც მე დავიწყე მაშინ, როცა არაფერი გამოჩნდა და მივაღწიე მიზანს. GSP-ს დღესაც ძალიან ბევრი ფანი ყავს და ხალხს უყვარს ის. იმის გამო კი არა, რომ ის მარტო ძალიან მაგარი მებრძოლია, არამედ ის პატიოსნების და დისციპლინის განსახიერება იყო ბევრისათვის და მან თავისი შრომით და რწმენით შექმნა თავისი მემკვიდრეობა. ამ ყველაფრის მერე მონრეალში მის მანქანასთან მათხოვარი მივიდა. როდესაც სემპიერმა მას შეხედა, ის გაოგდა. ეს ის ბიჭი იყო, რომელიც მას მთელი ბავშვობა აბულინგებდა. ის ფულს თხოვდა, მაგრამ რომ იცნო, შეეშინდა. ეგონა რომ ჩხუბს დაუწყებდი და უკვე გაქცევას აპირებდა, მე ის გავაჩერე და უთხარი. შენ ძალიან კარგად გამოიყურებით ხო და ძალღონით სავსე ტიპი ხარ ხო? ჯიბიდან ამოვიღე რაც ქონდა ფული და მივეცი მას. ეს შეხვედრა მე უკვე დამავიწყდა და რამოდენიმე კვირაში როცა მოვხვდი მშობლებთან, მამამ მითხრა, რომ ის ბიჭი იყო მოსულიო. ის მადლობის მოსახდელად მოვიდაო და თქვაო, რომ დაიწყო სამსახური, მოაგვარა თავის პრობლემები და ეხლა ყველაფერი კარგად აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო პირველ რიგში მოეწონა ჩვენს მომავალ თაობას, რომლებიც დაიწყებენ ზრუნვას თავის მომავალზე და წარმატებაზე უკვე დღესვე. გახსოვდეთ, რაც არ კლავს, ის გვაძლიერებს.